გამარჯობა. მომავალი ტივის ეთერშია მხიარული კონკურსი ჩემთან ნანაინჭიასთან ერთად. მე დღეს მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ წინა კონკურსის დავალების გამარჯვებული. მინდა სანამ უშუალოდ გადავალ გამარჯვებულზე და სწორი პასუხზე, მინდა სიხარულით აღნიშნო ის ფაქტი, რომ ჩვენმა დავალებებმა, ჩვენმა კონკურსმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მაყურებელში, რაც შესაბამისად აისახება იმ სწორი პასუხების ვერსიებზე, რომელიც ჩვენ საიტზე შემოდის მომავალი tv.com სწორედ ამ საიტზე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი ვერსიები, ჩვენ განვიხილავთ და სწორი პასუხის ავტორსა და ვერსიას აუცილებლად დავასახელებთ. ახლა უკვე რაც შეეხება წინა კვირის გამარჯვებულს და წინა კვირის დავალებას, სანამ გამარჯვებულზე გადავალ, წაგკითხავთ იმ დავალებას, რომელიც თქვენ მოგეცით იმისათვის, რომ დაფიქრებულიყავით და იმისათვის, რომ კონკურსში გამარჯვების შანსი გქონოდეთ. დავალება კი ასე ჟღერს. ხორბლის ყანაში იპოვეს ბარიკაცი, რომელსაც ხელში მაგრად ეჭირა ასანთი. როგორ ფიქრობთ, რისგან მოხდა? ძალიან საინტერესო და სახალისო დავალებაა. ჩვენ მივიღეთ თქვენი ვერსიები, ვერსიები რა თქმა უნდა იყოს საინტერესო და სახალისო, მაგრამ სწორი პასუხის ავტორი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი გახდათ. ეს არის თამთა მანძულაშვილი. მე ვულოცავ თამთას მხიარულ კონკურსში გამარჯვებას და აღნიშნავ იმას, რომ მას ჩვენ საიტზე აუცილებლად გავხსნით დიდების ვარსკვლავს, სადაც ჩაიწერება მისი სახელი და გვარი. აქ უნდა აღნიშნო ისიც, რომ წლის ბოლოს ყველაზე მეტი დიდების ვარსკვლავის გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს სუპერ თასს და ასევე პრიზს მომავალი ტივისგან საჩუქრს, რომელსაც ამჟამად არ დავასახელებ. ეს იქნება სიურპრიზი ჩვენი მაყურებლისთვის და ჩვენი გამარჯვებულისთვის, ხოლო რაც შეეხება სწორ პასუხს, ძალიან გაინტერესებთ ალბათ თუ რა შეიძლება იყოს ამ გამოცანის სწორი პასუხი. სწორი პასუხი კი ასეთია: საჰაერო ბუშტში იჯდა ეს მამაკაცი საჰაერო ბუშტში იჯდა სხვა ადამიანებთან ერთად. სიმძიმის გამო ვინმე უნდა გადახვდარიყო, ვისაც და ამიტომ შეიმუშავეს ასეთი მეთოდი, ვისაც გარეტეხილი ასანთი შეხვდებოდა, სწორედ ის გადახდებოდა საჰაერო ბუშტიდან. ძალიან საინტერესო დავალება იყო, საინტერესო პასუხით. ყავს გამარჯვებული თამთა მანძულაშვილი, რომელსაც კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ გამარჯვებას და ვიტყვი იმასაც, რომ დიდების ვარსკვლავს ჩვენ საიტზე მომავალი tv.com აუცილებლად გავხსნით. ახლა რაც შეეხება დღევანდელი ამ კვირის დავალებას, უშუალოდ ამ კვირის დავალება ძალიან საინტერესო და სახალისოა. მე იმედი მაქვს, რომ ისეთივე გამოხმაურება იქნება ამ დავალებას, როგორც წინას და აუცილებლად გვეყოლება მხიარული კონკურსის გამარჯვებული. ახლა კი გაგაცნობთ უშუალოდ ჩვენი კვირის მხიარული კონკურსის დავალებას. მას საჯულება არ აღსრულდა ასეთი სახელი. ერთმა კაცმა მეორეს რაღაც მოპარა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი შეიტყო ამის შესახებ, მაინც არ დასაჯეს დამნაშავე. როგორ ფიქრობთ, რატომ არ დასაჯეს ის? ძალიან საინტერესო პასუხია, როცა ყველაფერი იცოდა და იცოდნენ ის, რომ ვინ იყო დამნაშავე და რაც ჩაიდინა, ეს ადამიანი მაინც არ დაისაჯა. როგორ ფიქრობთ, რატომ არ დასაჯეს დამნაშავე? იმედი მაქვს, რომ აქტიურად ჩაერთობით ამ კონკურსში, ისევ და ისევ ძველებურად და თქვენს ვერსიებს აუცილებლად მოგწერთ ჩვენ საიტზე მომავალი tv.com. ახლა რაც შეეხება უშუალოდ მხიარული კონკურსის წესებს. წესები კი ასეთია: მომავალი ტივის ეთერში გააცემა მხიარული კონკურსის საშუალებით თქვენ ყოველკვირეულად გეძლევათ დავალება სახალისო და საინტერესო, რომელსაც მოისმენთ ამ კვირის განმავლობაში, თან პარალელურად იფიქრებთ ამ დავალებაზე და სწორი პასუხის ვერსიებს მოგწერთ ჩვენ საიტზე მომავალი tv.com. რის შემდეგაც ჩვენ უკვე გავაცნობით თქვენს შეტყობინებებს, თქვენს სწორ ვერსიებს. ამის შემდეგ უკვე გამოვავლენთ გამარჯვებულს. გამარჯვებული შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი, იმიტომ რომ იყო შემთხვევა ჩვენს კონკურსში, როცა ორმა ადამიანმა გაიმარჯვეს, ისევ და ისევ თქვენი აქტიურობიდან გამომდინარე. ახლა კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს დავალებას, მხიარული კონკურსის დავალებას, რომელსაც ასეთი სახელი ჰქვია: მართ საჯულება არ აღსრულდა. ერთმა კაცმა მეორეს მოპარა. ერთმა კაცმა მეორეს რაღაც მოპარა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი შეიტყო ამ ქურდობის შესახებ, დამნაშავე მაინც არ დაისაჯა. როგორ ფიქრობთ, რატომ? მე იმედი მაქვს, რომ აქტიურად გვადევნებთ კონკურსს და გამოაგზავნით თქვენს ვერსიებს, ხოლო ჩვენ გადმოგეცემათ პრიზი დიდების ვარსკვლავის სახით, რომელსაც მომავალი tv.com სწორედ ჩვენ საიტზე გავიხსნით, ხოლო რაც შეეხება წლის ბოლოს უკვე გამოვლინდება ჩვენი მხიარული კონკურსის გამარჯვებული, რომელსაც ყველაზე მეტი ჯერ
გქონდა სწორი ვერსია და ყველაზე მეტჯერ გაიმარჯვა. ასეთ ადამიანს კი ასეთ კონკურსს გადავსვამთ ჩვენ უკვე სუპერ თასს მხიარული კონკურსისგან და ასევე დამატებით პრიზ მომავალი ტივისგან, რომელიც ჯერჯერობით თქონდა არ არის ცნობილი და ეს იქნება სიურპრიზი ჩვენი ტელევიზიიდან. ახლა მომავალ შეხვედრამდე გამშვიდობებით, მე იმედი მაქვს, რომ ძველებურად იაქტიურებ და გამოგზავნეთ თქვენს ვერსიებს. დროებით.